მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგალი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 1-7 სექტემბრის შუალედში მნარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. Ნობრალის სკოლისა მოითხოვოთ რომ დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია და შემდეგი კვირიდან გადაესვლებს პოზიტიურ ენერგოველში, ამიტომ აქ ჯერ კიდევ დაძაბულობა, გარკვეული სირთულეები, ურთიერთგაგების შემცირება მატულობს და ეს ყველაფერი დაგვირგვინდება 7 სექტემბრით, ანუ კვირადღით, როცა ჩვენ გვაქვს საკმაოდ რთული დღე, ანუ ეს არის ეგზოდებული სავსე მთვარეობა და ერთდროულად მთვარის დაბნელების დღე. ანუ ჩვენ შევდივართ 7 რიცხვიდან 2 კვირის განმავლობაში დაბნელებათა დერეფანში, რომელიც მე დაგვირგვინდება უკვე 21 სექტემბერს მზის დაბნელებით. ამიტომ აღვნიშნოთ, რომ პერიოდი ცოტა რთულია, დაძაბულია და გარკვეულწილად ყველა ზოდიაქოს ნიშანს სირთულეებს უქმნის. ამიტომ ეცადეთ, რომ შვიდად გავიაროთ, პროვოკაციებს არ ავყვეთ, ჯანმრთელობას ათუნდოთ, რომ ყურადღება დაუთმოთ და არაფერი ისეთი განსაკუთრებული სარისკო არა თუ მაინდა-მაინც შემდეგი კვირა ამ კუთხით იდეების რეალიზაციის კუთხით და მოლაპარაკების კუთხით უფრო მეტად სასიკეთო იქნება. ეხლა რაც შეეხება კიდევ სხვა მოვლენებს, მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა 2 სექტემბრიდან გადაესვლებს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, რაც საგრძნობად გაამახვილებს და უფრო პრაქტიკულ ელფერს შესძენს ადამიანის გონებას, მის იდეებს და მათ რეალიზაციის შესაძლებლობას და სატურნი დიდი კოსმოსური მასშტაბებელი 1 სექტემბერს გადაესვლებს უკან დაბრუნდება თევზების ზოდიაქოს ნიშანში, რის შედეგად ისევ და ისევ გააძლიერებს რწმენის ელემენტებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ, ეზოთერულ საკითხებს და სხვა ინტერესს გააჩენს უფრო მეტად ადამიანებში ამ სფეროებისადმი. ეხლა რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ჯერ კიდევ ამ კვირაში ყველა ზოდიაქოს ნიშანი გარკვეულწილად ამას იგრძნობს, იმიტომ რომ მაგალითად ვერძებს ექნება ძალიან ბევრი წვრილმანი საკითხი მოსაგვარებელი და ამავდროულად ეს საკითხები ითხოვენ სწრაფ გადაწყვეტას, მაგრამ ზედმეტი სულ სწრაფა ამავდროულად შეცდომის ტოლფასი ფაქტორი იქნება. ამიტომ უნდა იპოვოთ რაღაც ის გარკვეული სისწრაფე, ოქროშუალედი და თან პრაგმატული აზროვნების უნარია საჭირო. ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ აქ პარტნიორებს ვერ დაეყრდნობით, იმიტომ რომ ზოგიერთმა პარტნიორმა შეიძლება გიმტყუნოთ, ან საერთოდ მათ დაავიწყეთ ის დაგისრებული ვალდებულება, რაც მათ გასაკეთებელი ჰქონდათ. და ამასთან ერთად, რადგან არ შეასრულებენ თავის ვალდებულებებს, ეს საერთო საქმესაც გააფუჭებს. დაამხრივებთ ყურადღებით ჯანმრთელობას, მიაქცეთ განსაკუთრებული ყურადღება, რომ აქ ძველმა პრობლემებმა არაჩინონ თავი, ან ქრონიკულმა დაავადებებმა არაჩინონ თავი და ასე შემდგომ. და ამშვენად ისიც, რომ მაქსიმალური ტაქტი თავდაჭერა გჭირდებათ როგორც კოლეგებთან, ასევე ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რათა აქაც სიტუაცია გარკვეულწილად არ დაიძაბოს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 4 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 2 და 7 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვები. 7 სექტემბერი რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანმა ფრთხილად უნდა გამლოს, ეს უკვე იცით, იმიტომ რომ მთვარის დაბნელებაა და მძიმე ენერგეტიკული დღეა და ყველა ნიშანს უჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, აი აქ ენერგოტონუს კურო არ უჩივის. ენერგოტონუსი მაღალია, ესე იგი ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია. მოდი ასე ვთქვა, და აქედან გამომდინარე თვითგამოვლენის კარგი უნარი აქვს. აქვე დავუშვათ, რომ თქვენ შეგიძლიათ საუკეთესო თქვენი შესაძლებლობების ნიჭის უნარის გამოვლენა გარკვეულწილად, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან ბევრი ისეთი სხვადასხვა სახის და ზოგი ესეთი წვრილმანი საქმე საკითხი იქნება გადასაწყვეტი, რომელსაც დაჭირდება საკმაოდ დიდი ძალისხმევა და ყურადღება თქვენი მხრიდან. თან მოგიხდებათ ზოგიერთი ადამიანისთვის დახმარების გაწევა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ ეს ჯერთი უზარმაზარ ძალას და ენერგიას ითხოვს და მეორე მხრივ გადართავს თქვენს ყურადღებას ძირითადი თქვენი საქმეებისგან. ესეც გასათვალისწინებელია, თუმცა პერიოდი კარგია მაგალითად კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მისაღებად. ძალიან კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისათვის, აქ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ორგანიზატორი კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს და საკმაოდ აიმაღლებთ თქვენს რეიტინგს საზოგადოებაში. ეს ის პერიოდია, რომელშიც თქვენ შვილებთან გექნება ძალიან კარგი ურთიერთგაგება, რაც ერთიურად აამაღლებს თქვენს მათ შორის ავტორიტეტს არ მარტო საზოგადოებაში, არამედ ოჯახში. ყველას კარგია თქვენთვის 3 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი არ ვარგა 5 სექტემბერიდან 7 სექტემბერი, იცით რომ ასევე მეტად ფრთხილად უნდა გაიაროთ. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, ერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ ზედმეტად გადაიღლებით, გადაეტვირთებით, მაგრამ თუ დაისვენეთ, ეს მოგცემთ უფრო აქტიური მოქმედების საშუალებას. ამასთან ერთად დავუშვათ, რომ ეს ის პერიოდია, რომ მსვლელობისას
თქვენ მოგიხდებათ საოჯახო საკითხებზე, საყოფაცხოვრებო საკითხებზე მეტად ყურადღების გადართვა. შეიძლება რაღაც ავეჯით შეიძინოთ და რაღაცა სხვა ატრიბუტი, რომელიც აუცილებელია ოჯახისთვის, მოწესრიგება ოჯახური აუდაუშოთ სიტუაციისა, დალაგება დასუფთავების კუთხითაც კი კარგი პერიოდი. თუ რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემებია, ამათი მოწესრიგების დროც არის ახლა და ამიტომ ეს მნიშვნელოვანი პერიოდი ამისთვის, რომ ქალამაზად შეიძლება თქვენი სახლი, თქვენი ბუდე და აქ რაღაც უფრო ლამაზი დიზაინის შექმნათ, აი ამას თუ მეტროს დავუთმობთ, იქნება გაცილებით უკეთესი თქვენთვის, იმიტომ შინაგანათაც უფრო უკეთ იგრძნობ თავს. მაგრამ სხვა სახის სირთულეებმა შეიძლება იჩინონ თავი, იმიტომ რომ დედამიწა მაინც ჯერ კიდევ უარყოფითი ველში, ამიტომ საქმეებში სხვა წინაღობები მეტად წარმოიქმნებიან და აქ აუნიშნოთ, რომ ყველაფერი შეიძლება ისე არ წარიმართოს, როგორც თქვენ გქონდათ ეს დაგეგმილი, ამისთვის უნდა იყოს მზად და ამან არ უნდა შეარყიოს თქვენი თვითრწმენა და შეფასების კრიტერიუმი. ამას მიაქცეთ ყურადღება. გარკვეულწილად რაც მეტად შეინარჩუნებთ სტაბილურ საოჯახო და ახლობლებთან ურთიერთობებს, ვით უკეთესი, მაგრამ აქ თუ ურთიერთობა დაიძაბა, ეს უფრო მეტად ხელში უშლის თქვენს წინსვლას და წარმატებებს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 1 და 5 სექტემბრის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 3 და 7 სექტემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც, რომელიც ფრთხილად უნდა გამოვთ. კირჩხების ზოდიაქოს რაც შეეხება ერკოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მგრადია, ინტუიციას ასევე საკმაოდ მძაფრია, მასზე დაყრდნობით შეგიძლიათ სწორი არჩევნის გაკეთება, სწორი ნაბიჯების გადადგმა, მეტი ყურადღება გმართებთ და თავდაჭერა ახლობლებთან მიმართებაში. აი, ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი მათ მიმართ. რათა ამან არ დაძაბოს ცოტა სიტუაცია. მით უმეტეს თუ რაღაცას არიღებთ იმას, რასაც ელოდებით მათგან. და უშუალოდ ისიც, რომ ამას შეიძლება გულაცრუებაც გამოიწვიოს თავისთავად, პირიქით მეტი, ასე ვთქვათ, კეთილშობილება გამოავლეთ ახლობელთა მიმართ. ეს პერიოდი არ ვარ გამსხვილი საღირლებისთვის, ინვესტიციებისა და კაპიტალ დაბანდებისათვის, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა სწორედ არ წარმართება. პერიოდი კარგია მრავალფეროვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების, კონტაქტებისთვის, სწავლისთვის, ინფორმაციის მისაღებად, პარტნიორული თანამშრომლობისათვის, კი ბატონო, მაგრამ ამავდროულად ფეიკების ალბათობა მაღალია, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ და ამავდროულად ხელშეკრულებას თუ ხელს აწერთ, ყველა მის პუნქტს გადახედეთ, რათა ამ და გვარმა შეცდომებმა არ ეჩინონ თავი და ნეგატიური დაღი არ დაასვან თქვენს წინსვლას და წარმატებებს. ყველას კარგია თქვენთვის ამ პერიოდში 2 სექტემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგა 4 სექტემბერი და ცოტა ფრთხილად ასევე 7 სექტემბერს, რომელიც მთვარის დაბნელებასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობებს, ეს პერიოდი ხელს უწყობს სხვათა შორის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეიძლება ახალი ძიების წინაშე აღმოჩნდეთ ახალი შემოსავლის წყაროებისა და სხვათა შორის მაღალი პროფესიონალიზმი შეიძლება გამოვლინოთ, რაც სათანადოდ იქნება რასკვლელი დაფასებული ადრეული საქმეებიდანაც შეიძლება რაღაც მატერიალური დივიდენდები ან ბონუსები მიიღოთ, შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ ამავდროულად შეიძლება კვირის განსაკუთრებით მეორე ნახევარში ფინანსურმა სირთულეებაც იჩინონ თავი. აი თუ იქნებით მეტად უღარათ თუ მხარჯველი ფულის ან აყვებით აზარტს. მათ შორის აზარტი, რომელიც ფულის ხარჯვასთან იქნება ასევე დაკავშირებული. შეცდომების დაშვების ტენდენცია კვირის მეორე ნახევარში უკვე მაღალია საქმიანობისას. და აქვე აღნიშნოთ, რომ შეიძლება ის ფული, რომელსაც თქვენ ელოდებოდით, აი კვირის მეორე ნახევარში, აი აქ არ მიიღოთ, რაღაცა სხვა სახის სირთულეებმა შეიძლება იჩინოთ თავი. ამიტომ ეს პერიოდი არ ვარ გამსხვილი საღირლების, ინვესტიციებისა და კაპიტალ დაბადებების. ამისგან ჯობია აქ ცოტა თავი შევიკავოთ. ყველას კარგია თქვენთვის 6 სექტემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგა 3 სექტემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობს, პერიოდი კარგია, ენერგოტონუსი მაღალია, ხო თქვენი დროა შემოგარგება, იმიტომ რომ მზე მაინც ასეა თუ ისე გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენი კარგი საქმიანი შესაძლებლობები, ნიჭი, უნარი მაქსიმალურად წარმოაჩინოთ გამოავლინოთ. და თანახმ კიდევ მერკური გონების მმართველი პლანეტა ასევე თქვენ ზოდიაქოში გადმოვიდა, რაც გაძლევთ საშუალებას, რომ მეტად პრაგმატულად ეაზროვნოთ, უცხოენები ადვილად აითვისოთ, ზოგიერთი იდეის რეალიზაციაც შედარებით ადვილად შეაძლოთ, მაგრამ სად არის ძაღლის თავი დამარხული, ანუ წყალქვეშა დინება, პარტნიორული ურთიერთობა. აი მით უმეტეს თუ ეს პარტნიორული ურთიერთობა დაკავშირებულია ერთობლივ ფინანსებთან ან ერთობლივ გეგმებთან, აი აქ შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა და არა მარტო პარტნიორებთან, არამედ მაგალითად ხელმძღვანელ პირებთან. ამიტომ მეტი მოთმინება, მეტი თავდაჭერა, მეტი ყურადღება გმართვეთ პარტნიორულ ურთიერთობებში, რათა აქ სიტუაცია არ დაიძაბოს და ეს არ გახდეს მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი მთლიანობაში, ალბათ საკმაოდ კარგი თქვენთვის პერიოდისა. ყველას კარგია თქვენთვის 3 სექტემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგა 1-6 სექტემბრის დღეები და სიფრთხილე გმართვები 7 სექტემბერს იცით
მთვარის დაბნელებას. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, პირველში სასწორებო ეს პერიოდი ცოტა არასტაბილურია, და სხვა სახის ტრანსფორმაცია ხდება თქვენს ორგანიზმში, თქვენი სიცოცხლე ენერგიისა, რის გამოც ფსიქოემოციური კუთხით არ ახალ სტაბილური. ახლა თუ ისვენებთ, რომ ყველა სტაბილურობა მოემატებს და პირიქით. ამავდროულად სხვა სირთულეებმა შეიძლება იჩინონ თავი საქმეებში, კარიერული განვითარების კუთხითაც კი შეიძლება იყოს პრობლემები, ამავდროულად იმპულსური თქვენი მოქმედება, სულსწრაფობა, ნაჩქარევი და ესეთი ნაჩქარევი მოქმედებები ან დაუშვათ სიტყვები შეიძლება გახდეს ასევე ბუმერანგის და არასასწრაფო პრობლემების ფაქტორი და ამან შეიძლება რასაკვირველია კონფლიქტების შექმნას. ამიტომ მეტი თავდაჭერა გვახდებთ, გახსოვდეთ, რომ ეს არის თქვენთვის დაავადების წინა პერიოდი, საკმაოდ რთული, ამიტომ ჯანმრთელობას თუნდაც რო ყურადღება დაუთმეთ, რომ აქ არ ეჩინოს თავი, რაიმე პრობლემა, ამის გარდა რასაკვირველია ფარული მტრები, ჯორები, ინტრიგები, მოშორნეები, კონკურენტული ბრძოლა, ეს ყველაფერი ერთგვარად გამახვილებულია ახლა. ამიტომ ამ ხრივაც იყავით ცოტა ყურადღებით, ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, საკუთარი საიდუმლო არ გათქვათ და მაშინ გაცილებით უფრო მშვიდად გაევლით ამ პერიოდს. მას კარგია თქვენთვის 4 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 2 სექტემბერი და მეტი სიფრთხილეა საჭირო 7 სექტემბერს, თუმცა ჩვენ გვაქვს მზის დაბნელების მძიმე დღე. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, პირველში ეს არის კარგი პერიოდი ზოგადად კონტაქტებისთვის, შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობისთვის, აი კოლექტიურ პროექტებში შეიძლება ადვილად ჩაერთოთ კი, მაგრამ გარკვეული წყალქვეშა დინებებიც რასაკვირველია ჩვენ გვაქვს და სიტყვის ყურადღებას. რატომ? იმიტომ რომ ზოგადად თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკის ქარცელში, მათ შორის კოლეგების მხრიდან ან მოშორნეების მხრიდანაც კი. ამასთან ერთად აუნიშნოთ, რომ აქ შეიძლება ზოგიერთ სიტუაციაში უკვე სერიოზული კონფლიქტი წარმოიქმნას და ასევე გაითვალისწინოთ, რომ ამას შეიძლება გამოიწვიოს საქმეთან ურთიერთობათა გარჩევა. ამავდროულად ცოტა ტრავმულავარიული პერიოდი, ამ კუთხითაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად, მაგრამ ამავდროულად პერიოდი კარგია მეგობრული კონტაქტებისთვის, მაგალითად ინტერნეტთან ურთიერთობაც კარგია, თუმცა აქაც ფეიკების ტენდენცია არ ეკვირის მეორე ნახევარში და ინფორმაციას, რომელსაც აქედან მიიღებთ, გადაამოწმეთ. მაგრამ მთლიანობაში, მაგალითად რეფორმებისთვის პერიოდი კარგია, რაღაც სიახლე დანერგოთ და განახორციელოთ. ამ კუთხით პერიოდი კარგია, მაინც ამ თუ აქაც იმოქმედეთ პრინციპით შეჯერ გაზომე თხელგაჭერი. ფრთხილად და წინ დახედულად. ყველას კარგია თქვენთვის 3 სექტემბრის დღე და არ ვარგა 1 და 6 სექტემბერი და ასევე სიფრთხილეს ითხოვს 7 სექტემბერი, რომელიც მთვარის დაბნელებასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, აქ აქტიურად იმოქმედებთ კარიერული განვითარების კუთხით, პუნქტუალურად ეცდებით, რომ ყველა სახის ხელშეკრულება თქვენი ვალდებულება შეასრულოთ, ეს კი უდავოდ კარგია, მაგრამ ზოგიერთი გეგმა შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ რომ დედამიწა მაინც უარყოფით ენერგოველშია და რაღაცაზე უნდა მოგიხდებათ უარის თქმა თავისთავად და რაღაცა ცვლილებებს შეიტანთ თქვენს გეგმებში. ყოველ შემთხვევაში მოდი აღვნიშნოთ, რომ სხვა სახის წინააღმდეგობებმა და ურთიერთგაგების შემცირებამ შეიძლება იჩინოს თავი თქვენსა და კოლეგებს შორის. რამაც დამატებით სირთულეები შეიძლება წარმოქმნას, რაც მეტად დიპლომატიური, სწორი, კარგი ურთიერთობა გექნებათ ხელმძღვანელებთან. ეს მეტად ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ განვითარებას და პირიქით, თუ აქ ურთიერთობა იძაბება, მაშინ რასაკვირველია კარიერული წინსვლის პერსპექტივებით შემცირდება, მაინც გახსოვდეთ, რომ კვირის ბოლოს ჩვენ გვაქვს ფარის დაბნელება. ამიტომ იქნება ზედმეტად იმპულსური, სარკასტული, ეგოისტური, დიქტატორული ტენდენციებიც მაქსიმალურად დაიოკეთ საკუთარ თავში. ამ პერიოდში ეს არ გახდეს არასასრული პრობლემების ან პროვოკაციის წინაპირობა. ყველას კარგია თქვენთვის 1 და 5 სექტემბრის დღეების რიცხვები და არ ვარგა 3 სექტემბრის დღე და ფრთხილად ასევე 7 სექტემბერს მთვარის დაბნელებას. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, კარგი პერიოდი ამ კუთხით, რომ ემყუტონოსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ნიშანი რომ მისნარიანები, სკუპიანი, შეუპოვარია, კი ბატონო, ეს კარგია, მაგრამ გარკვეული სირთულეები იქნება, იმიტომ რომ მთლიანობაში დედამიწა უარყოფით ენერგოველშია. აქ მაგალითად სხვადასხვა სახის პრობლემებმა შეიძლება იჩინონ თავი, მათ შორის მაგალითად მგზავრობა მოგზაურობის კუთხით. ზოგადად ეს პერიოდი ამ ხრივ ცუდი არ არის, უცხოელებთან კონტაქტი შეიძლება იყოს საკმაოდ ნაყოფიერი, მაგრამ მგზავრობა მოგზაურობის დროს შეიძლება გარკვეულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, მათ შორის ტექნიკური კუთხით. მაგალითად თუ თქვენ საჭესთან ხართ, აქ მანქანა უნდა იყოს აბსოლუტურად გამართული. ამ ხრივ იყავით ყურადღებით. კონკრეტული მოქმედებები მაინდა-მაინც არ გვაძლევს იმ შესაძლებლობას, რომელსაც თქვენ ელოდებით. ამიტომ უფრო წარმატებული იქნება ამის შემდეგი კვირა.
ამ კვირაში ეცადეთ რომ რაღაც მოსამზადებელი სამუშაოები აწარმოოთ და თუ რაღაცას გეგმავთ, მაშინ მაქსიმალურად პრაგმატულად გაიაზრეთ ეს ყველაფერი, რათა შეცდომები არ დაუშვათ. Ყველს გარგია თქვენთვის 2 სექტემბრის დღე და არ ვარგა 4 სექტემბრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნავებებს, ერგო ტონუსი ჯერ დაბალია. ძალიან ბევრი იქნება სხვადასხვა სახის გადაუწყვეტი საკითხები, ასე ვთქვათ, პარტნიორულ ურთიერთობებში და უნიშნავთ რომ თქვენ იქნებით ზედმეტად ასე ვთქვათ მომთხოვნი. ზოგიერთ შემთხვევაში პრეტენზიული და ცოტა უნდობლობის ფაქტორიც იჩენს თავს ურთიერთობებში. რამაც შეიძლება გაართულოს ურთიერთობები სწორედ პარტნიორებთან. ამავდროულად ინტუიციურად, ინტუიციას დაეკნეთ მეტად, იმიტომ რომ ინტუიცია უფრო მეტად გიკარნახებს სწორ მოქმედებას, სწორ არჩევანს. და აღნიშნოთ ინტუიციის გარეშე საქმეს წინ ვერ დაწვრთნით, იმიტომ ინტუიცია ზუსტად კარნახობთ რა ჯობია, როგორ და ვისთან ერთად. და აღნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთ თქვენი პარტნიორი ნამდვილად არასერიოზულად მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს, რამაც შეიძლება აბსოლუტურად გამოიყენოს ზოგიერთ თქვენთაგანი წონასწორობიდან. ამ მხრივ იყო ცოტა ყურადღებით ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავეთ და ისე მოქმედეთ. ყველას გარგია თქვენთვის 1 და 6 სექტემბრის დღეები, რიცხვები არ ვარგა 3 სექტემბერი და ცოტა ფრთხილად 7 სექტემბერს თვარის დაბნელებაზე. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავებებს, სხვადასხვა სახის წინააღმდეგობები შეიძლება წარმოიქმნას თქვენსა და როგორც საქმიან, ასევე სასწავლო პარტნიორებს შორის. ერთობლივი ფინანსები ჰქონდათ ან ერთობლივი შემოსავალი. აქაც შეიძლება არასწორი გადანაწილება თქვენი აზრით იყოს, ან სხვადასხვა სახის დაძაბულობა მიჩნევს თავი. ამასთან ერთად ფინანსური დამოკიდებულების კუთხით საკმაოდ, ასე ვთქვათ, მეტგრად იცავთ საკუთარ პოზიციას და ამავდროულად აღნიშნოთ, რომ პერიოდი კარგია შემოქმედებით ინჩის უნარის გამოსავლენად. თუ პარტნიორული ურთიერთობა გექნებათ სტაბილური, ეს ხელს შეუწყობს ასევე თქვენს ფინანსურ შემოსავალს და სხვა სახის წარმატებებს. ყველას კარგია თქვენთვის 2 და 7 სექტემბრის დღეები, იმიტომ რომ ეს ერგო ტონუსი მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ 7 ამავდროულად თვარის დაბნელებაა, მაინც ცოტა იყოთ ყურადღებით, მაგრამ სხვებთან შედარებით თქვენ შეიძლება უფრო მშვიდად გაიაროთ, მაგრამ მაინც მანიაკაურად თუ დააზრებს შიშებს, უნდა გაუმკლავდეთ 7-ში და არ აყვეთ ამ ნეგატიურ ტენდენციებს და რთული დღეა ასევე 5 სექტემბერი, რომელიც ასევე ფრთხილად უნდა გავყოთ. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.